რა წიგნებს უკითხავ დათის სულ პატარაობიდან. გამარჯობა, ეს იქნება დათის ბიბლიოთეკის შესახებ პირველი ვიდეო, მეორე ვიდეოში კი იმ წიგნებს გაჩვენებ, რომლებიც ახლა მოსწონს 1 წლის ასაკში. პირველი წიგნი, რომლის დათვალიერებაც დათის დავაწყებინეთ, იყო ამ სერიიდან. აი, რას ხედავს ჩვილი. წიგნსაც ზუსტად ასე ქვია პირველი წიგნი, სადაც გამოსახულია სხვადასხვა ფიგურები, რომლებიც ჩვენს მხედველობის განვითარებაში ეხმარება. როგორც ვიცით, მხედველობის განვითარებისთვის პირველი 6 თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბავშვს ძალიან სჭირდება ესეთი შავ-თეთრი ფიგურები, მკვეთრი განსხვავება რომ იყოს მათ შორის და დაუმუშავდეს თვალი, ასე ვთქვათ. ამ სერიაში სხვა წიგნებიც არის, მაგალითად ფიგურები და ყველა მათგანი გამოგადგება. შემდეგი ასევე შავ-თეთრი სტილის ჰქონდა მონტესორის წიგნები, სადაც გამოყენებულია მხოლოდ თეთრი, შავი და წითელი, ზუსტად ამ მკვეთრი განსხვავების აღსაქმელად. თავიდან ამ წიგნებს პატარებს უბრალოდ ვათვალიერებინებ, შემდეგ კი თვითონ იწყებს თითით ამ ფიგურების შემოხაზვა. ჩვილობაში, როცა ძირითადი საკითხავი არის ეს ილუსტრაციების დათვალიერება, წიგნები ძალიან გამოგვადგება ბავშვის მუცელზე წოლის დროს მის შესაქცევად. შემდეგი უკვე რომელიც დათის ძალიან მოსწონდა, არის აი ეს ჩხარუნა დათვი. ამ სერიასაც აქვს სხვა წიგნები ჩხარუნა იხვი და ჩხარუნა მანქანა, რომლებიც ასევე მოეწონებათ ბავშვებს. შუაში აქვს ყველას ეს ჩხარუნა ბურთი, რომელიც არის მოტორიკის განვითარებისთვის ძალიან კარგი და ეს ბურთი თითოეულ გვერდზე არის სხვადასხვა ცხოველის ცხვირი. წიგნის მდგომარეობითაც მიხვდებით, რამდენად ხშირად არის გამოყენებული. კიდევ ერთი ფერადი წიგნი, რომელიც დათოს პირველი არჩევანი იყო, არის ეს ტრანსპორტის წიგნი. ასე დიდი ნახატებით არის ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობები დახატული და ძალიან მოსწონდა დათის, როცა ამ ტრანსპორტის სახეობებს ვახმოვანებდით. აქედან ისწავლა ჩუქუ-ჩუქუ, გუ-გუ-გუ და ასე შემდეგ. და კიდევ ყველაზე ხშირად გამოყენებადი იყო ეს ჩემი პირველი 100 სიტყვა. ეს წიგნი არის 12 თვიდან, მაგრამ დათის მოსწონდა 6 თვემდეც. რადგან ეს მოცულობითად ხატია, ნახატები მთლიანად ვათვალიერებდით დღეში ორჯერ მაინც. ახლაც ძალიან მოსწონს. ეს არის ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც ყველაზე დიდი ხანია რაც ვიყენებ. ძირითადად ეს იყო პირველი რამდენიმე თვე უბრალოდ ფიგურების და ილუსტრაციების სათვალიერებლად. შემდეგ კი უკვე დაახლოებით 1 წლის ასაკიდან საკითხავად რა წიგნებს ვიყენებთ, მომდევნო ვიდეოში გაჩვენებთ.